ვიღოთ ეს ავაწყობთ ელმატადორის სილვესტრენის ძალიან მოდელს, რომელსაც მოყვება მასოვი მამინფაქსესუარები. საბურავებს აქვს მნიშვნელობა, როგორ განვასხვაოთ უკეთესად რო აგიხსნათ. ეს არის მიმართულებით სწორად წინ, ეს არის არასწორად. ყოველთვის, როდესაც დააყენებთ მოტობლოკზე საბურავებს, ეს საბურავის მიმართულება იყურებოდეს წინ. ჩვენს მოტობლოკს მოყვება კომპლექტაციაში მარტივად მოსაბრუნებელი ღერძი, რომელიც აადვილებს მის მობრუნებას და არის რბილი. ესენი დგება საბურავზე, ხოლო მეორე რაც მოყვება, ეს არის წინა საბურავების. მოკლედ შევხედეთ საბურავზე, ზომა არის ასეთი. სხვა ესეთი ზომის არ შეგვხვდება. შეგვიძლია უკვე საბურავს გადაუჭიროთ. ეს გახლავთ მოტობლოკის დაგრადი, ანუ ხელით ამწე. წინა საბურავის ასე ვთქვათ პალეტი არის ცოტა გრძელი. და დავიწყოთ უკანა საბურავების დაყენება, აქაც რა თქმა უნდა გვეხმარება ჩვენი ხელის ამწე. საბურავები დაყენებული არის, შეგვიძლია დავუშვათ. რულის მექანიზმი დავაყენოთ, რომლის სამაგრიც არის მხოლოდ აი ასეთი გრძელი ბოლტი, რულავოი. გება აი აქ. ანარჩენს აგიხსნით, ხა ეს უნდა მოიშვას. ეს უნდა გამოვიღოთ და დავაყენოთ ასეთ მდგომარეობაში. აუცილებელი დეტალი, რომელიც მოხვევაში ეხმარება, ეს რეგულირდება, შეგვიძლია დავაგრძელოთ, დავამოკლოთ, შესაბამისად უნდა მოვარდოთ აი ამ ნაწილზე და აი აქ. ამის დაყენების შემდეგ ეს იქნება თუ შევამოწმოთ, სწორად არის კუთხესურად იღებს თუ არა მოტობლოკი, დარეგულირება ხომ არ შეიძლება. არის იდეალური. ტრიჩაკი შემოწმებით შევამოწმოთ. შესაძლოა დარეგულირება დაშიდეს, იმიტომ რომ ეს არ არის დამაგრებული, შეგიძლია მოხსნა და დაიტანო და რეგულირება შესაბამისად ეს შემდეგ გავაკეთოთ. ეს გახლავთ მუხრუჭი. ეს უბრალოდ ახლა რეგულირება არის ამაზე გასაკეთებელი, რადგან არ იჭერს ნორმალურად. ამის დაჭიმვა ხდება დროსით. სამუხრუჭე პედალი დარეგულირებული არის. შეგვიძლია უკვე დავაყენოთ ამისთვის განკუთვნილი სპეციალური მაჩვენებელი. ამ ჩვენს მარეგულირებელ დაფას მოვარგებთ. უმჯობესი იქნება დავაყენოთ გასაღები, რომელიც დგება შემდეგნაირად. გასაღებს ვსნით. ამას ვატრიალებთ, კალიცოს ამოვიღებთ. რა თქმა უნდა, ამოვატარებთ. დამაგრებული არის. გადავდივართ უბრალოდ დაყენების პროცესში. ეს კაბელები უმჯობესია გავატაროთ რულის ქვეშ, აქვს თავისი სიცარიელე. შემდეგ დავაყენებთ ასე. აქედან გამოვიყვანეთ ჩვენი კაბელები, რომელიც არის ერთი გასაღებისთვის, დასაქვოქად, მეორე განათებისთვის. ვაყენებთ შემდეგ გას, რომელიც დგება შემდეგნაირად და უფრო ახლოდან გაჩვენებთ. აქვს თავისი სამაგრი, აქვს თავისი ჩასაჯდომი, რომელსაც ჩავსვავთ და შემდეგ გადავუჭერთ. ახლა ვამაგრებთ ჩვენ გაზის დროს, რომელიც მაგდება უშუალოდ აი აქ.
დაყენებულია ჩვენი დაზის დროსიც. ეს ეტაპიც მოშენილი არის. ეს გახლავთ ჩვენი აჩვენებელი დაფის სამაგრები ვოლტგაიკა, რომელიც არის ასეთი ზომის. ეს ასევე გამოიყენება ეს ზომები სახურავზე და სამაგრებლად. ამის დამაგრების შემდეგ შეგვიძლია უკვე რული მოვარგოთ. შევამოწმოთ. ეხლა ვაკენებთ ჩვენ ჰაერის ფილტს, რომელიც უშუალოდ აღდგება. ამას მოხსნით, რა თქმა უნდა. აქ უყენია ორი აღალდის ბაგლატკა. ერთ დახურული, რომელიც არის, ხოლოთ ამას ხსნით. მეორეს ვტოვებთ და ვაყენებთ ჰაერის ფილტრს. ამასთან ერთად აუცილებელია დავაყენოთ ჩვენი ფარის სამაგრი. ჩვენი სამაგრი და ჰაერის ფილტრი დამაგრებული არის. ახლა გაგვჭირდა შემდეგი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სრულად აკუმულატორის დამენებას. ჩვენი აკუმულატორი ხარად არის. აკუმულატორზე არის ფარის სამაგრი. აკუმულატორის დაყენების შემდეგ ვაყენებთ ელექტროობას. პირველ რიგში ვაყენებთ სტარტერზე. ეს გახლავთ გასაღებიდან წამოსული კაბელი, რომელიც დგება აქ. მეორე არის პლუსის კაბელი, რომელიც უშუალოდ აკუმულატორზე მიდის. ასევე ბარემ დავაყენოთ ფარისთვის კაბელი, რომელსაც ესაჭიროება პლუსი. ამის შემდეგ ჩვენ სტარტერთან მორჩენილი ვართ ნახევრად საქმეს, ამას გადავუჭერთ. რაც შეეხება ამ კაბელებს, ერთი კაბელი წითელი ფერის, რა თქმა უნდა, მიდის. აი აქ თავისი ფეხი აქვს განკუთვნილი, რაშიც ჩდება. რაც შეეხება განათების ამ ფეხს, ეს ნებისმიერ ადგილას მოსახერხებელი თქვენთვის, სადაც იქნება, მასაზე უნდა დამაგრდეს, უბრალოდ მინუსი რო აიღოს. ამ შემთხვევაში მე ვაყენებ აქ, ამასაც გაჩვენებთ. განათებისთვის განკუთვნილი კაბელიც დაყენებული არის. ახლა დაგვრჩა ჩვენ რა თქმა უნდა ფარის დაყენება და მაგის შემდეგ დგება განათების შტეკერი, ამასაც გაჩვენებთ. ასევე გასაღებიდან წამოსვლელი ორი კაბელი დაერთებული გვაქვს, დაგვრჩა ერთი, რომელიც ჩდება თავისივე განკუთვნილ შტეკერში. უშუალოდ კაბელებთან მიმართებაში, რაც იყო ძირითადი ყველაფერი დაყენებულია, ბოლო დეტალი დასასრულებლად ფარის დაყენება და ფარის დაყენების შემდეგ განათების შეერთება, მაგასაც გაჩვენებთ. ახლა შეგვიძლია დავაყენოთ კლემები. დავაერთოთ ჩვენი მინუსის კაბელი და რა თქმა უნდა პლუსიც. შეგვიძლია შევამოწმოთ უბრალოდ შემოწმების მიზნით, ხო ყველაფერი კარგად არის დაერთებული. ერთი დატრიალება, ძრავი დავატრიალებინოთ სტარტერს. შავ სტარტერს. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, ახლა შეგვიძლია დავაყენოთ აქ ფარი, ამასაც გაჩვენებთ დეტალურად. ყავნა თავის სამაგრებით. ფარს აქვს წინიდან დასაყენებელი მხოლოდ ორი ცალი, ასეთი სამაგრით. ფარი დაყენებულია, ახლა შევაერთოთ ელექტროობა. რაც შეეხება უშუალოდ ჩართვა გამოთვის შტეკერი, რომელიც არის და უშუალოდ ამ საქმეს აკეთებს, ესეც ჩვენი მეორე შტეკერი. ერთდება ფარზე. ახლა შევამოწმოთ ფარი მუშაობს თუ არა. ასევე ჩვენ მოტობლოკს აქვს გვერდით პაუერნეკი მაჩვენებელი განათება. ახლა გადავდივართ უკვე შემდეგ ეტაპს. ეს დეტალი არის, როცა დაადგილებით მოტობლოკით, აქ ენდება ფრეზები აწყობილ მდგომარეობაში, ეს მაგრდება და გადაადგილება შესაძლებელი არის.
ვიწყებთ ახლა ჩვენ ჭერის აწყობას. რისთვისაც გამოვიყენებთ ასეთ სამაგრებს. ვამაგრებთ ამ დეტალზე. დავაყენოთ კამი. ეს გახლავთ აზურგეს კამის გვერდითა დასაყენებელი ფრთები, რომელიც დგება ასე. ახლა უნდა დავაყენოთ ჩვენი ჭერის სამაგრი. ეს არის საზურგე დამცავი. ეს ორი დეტალი დგება ერთდროულად. ერთი ქვევიდან მეორე ზემოთ. საზურგე და ჭერის დაკავშირება ხდება ამ სამაგრით. ეს გახლავთ ხელის საყრდენი, რომელიც მაგდება გვერდიდან. დავამაგროთ ჩვენი ჭერი. სუჩობესი იქნება თანაბრად ჩამოიყვანს, რომ არ გაიჭიდეს. დაგვრჩა თან დასაყენებელი, მხოლოდ დამწოლი, რომელიც შეგიძლია ატარო უკნიდან. არ არის აუცილებელი იჭდება ყოფილობით სურვილისა. დამაგრებული არის ესეც. გვერდითა ფრთების ან კრილოს დასამაგრებლად ვეყენებთ ამებს. მეორე მხარესაც დავაყენოთ. ეს გახლავთ კრილოების ფართუკი, რომელიც არის თლიანი და ეს დგება უკან. უკანა კრილოს. ჩვენი ფართუკი დაყენებული არის. ეს არის ჩვენი მექანიზმი, რითიც ხდება დამატებითი აქსესუარების რეგულირება, აწევა, დაწევა, ესე შემდეგ. ეს არის ამ მექანიზმისთვის ასაწევ დასაწევ მოწყობილობას რაც ეხმარება, აქ დგება უკან დამატებითი აქსესუარები. ეს კალიცო დავყენოთ აქედან. ავატარებთ. ეს დაყენებული არის, ახლა შევამოწმოთ. შეეხება წინა კრილოს სამაგრს. ვიყენებთ მხოლოდ ერთ ცალს, ასეც გრძელს, აი აქ, კუთხეში. შემდეგ ვიყენებთ აი ასეთ ხოლმე აქეთ მხარეს, ხოლო უკანა მხარეს ჩვეულებრივ მოკლე სამაგრებით. მარჯვენა ფრთა დაყენებული გვაქვს, ახლა დავაყენოთ მარცხენა. რაც შეეხება გვერდითა დამატებით კრილოებს, ამ დამატებით კრილოებზე დგება ეს ჩვენი ფართუკები. ისე სხვანაირად არ ყენდება. ჩავასხათ ზეთი რედუქტორში. ეს გახლავთ 80-90 ზეთი რედუქტორისთვის განკუთვნილი. ეს მიდის წინა რედუქტორში 2 ლიტრა და 300, ასევე უკანა რედუქტორშიც 80-90 2 ლიტრა და 300. ჩავასხით უკვე ზეთი რედუქტორში. უკანა რედუქტორში ჩავასხათ ძრავში ზეთი. ძრავში ისხმება 10-40, რომელიც მიდის ლიტრა და 700. უმჯობესი იქნება თუ ჩავასხავთ ევრო დიზელს. GeForce ან მსგავსი საწვავი არ არის რეკომენდირებული, რადგან მაღალი ოქტანობა აქვს, ნაკლები ცხიმიანობა და ძრავს აფუჭებს, აზიანებს. დაბალი ხარისხის დიზელი უკეთესია. ახლა დავქოკოთ პირველად მოტობლოკი. დაქოკვის წინ აუცილებელი არის ყოველთვის ჩავწიოთ აი ეს წითელი სახელური